რაც შეეხება სახალხო მობილიზაციის ძალებში შემავალ დაჯგუფებებს, იგივე ჰაშტალ-შააბის დაჯგუფებებს, აქ შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი ორგანიზაცია, შიიტური წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელთაც ასევე აქვთ პოლიტიკური აფილაცია ერაყის პარლამენტში. პირველი ეს არის ბადრის ორგანიზაცია, რომელიც აფილირდება ბადრის ბლოკთან. ის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ჯგუფი იყო ერაყის პარლამენტში, თუმცა ბოლო არჩევნებში მან იმდენივე ხმა ვერ აიღო, რამდენიც მას ჰქონდა. მეორე ესეთი გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც შედის ჰაშტალ-შააბის, ეს არის ასაიბ ალ-ჰაკი, ეს არის სადიქუნის ალიანსის გასამხედროებული ჯგუფი. სადიქუნის ალიანსი შეიძლება ვთარგმნოთ როგორც სანდოთა ალიანსი და ასევე ცნობილი მესამე ადგილზე შეიძლება ვთქვათ, ეს არის ხატაიბ ჰეზბოლა, რომელიც აფილირდება ჰოქუქის ალიანსთან, ეს არის უფლებათა ალიანსის მოძრაობა თვითონ ერაყის პარლამენტში. ეს სამი გასამხედროებული ჯგუფი გამოიყოფა საკუთარი ძალით აი ამ ჰაშტალ-შააბში, თუმცა ესეთი წარმოდგენა არ უნდა შევქნათ, რომ ამ ჰაშტალ-შააბში მხოლოდ შიიტური ორგანიზაციები არიან. ჰაშტალ-შააბში მცირე ოდენობით შედიან როგორც სუნიტური გასამხედროებული ჯგუფები, ასევე თურქმენული გასამხედროებული ჯგუფები და ასევე ქრისტიანული გასამხედროებული ჯგუფები. ამ უკანასკნელს მაგალითად ქვია ბაბილონის მოძრაობა, რომელთაც მცირე წარმომადგენლობა ასევე აქვთ პარლამენტში, სულ რამდენიმე ადამიანი. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ საპარლამენტო მანდატებში 25% გამოყოფილია ქალებისთვის და ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის და აი ამ კვოტას ითვისებენ ეს პოლიტიკური მოძრაობები და მასთან აფილირებული გასამხედროებული ჯგუფები.